კრება დათვმა გახსნა. ფეხზე წამოდგა და ტყის ბინადრებს მიმართა. პატივცემულო ველურო საზოგადოება. ნადირებო და ფრინველებო. ჩვენ დღეს ადამიანთა მოდგმის ორი პატარა წარმომადგენლის თხოვნით შევიკრიბეთ. გაიცანით. ეს დაჩი და ელენია. ამ ორმა ბავშვმა ჯუნგლის დახმარებით სიცოცხლის ყვავილის წყეობიდან დახსნა განიზრახა და თქვენთან შუამდგომლობის თხოვნით მომმართეს. ცხოველებმა მზერა დაჩის და ელენეს მიაღწევს. ისინი გაოცებას და ცნობის მოყვარეობას ვერ მალავდნენ. ვერ წარმოედგინათ, რომ ოდესღაც ისტორიული მტრები წვეულებაზე ერთად აღმოჩნდნენ. თითეული მათგანის თვალებში აგრესია იმალებოდა. პირველმა საუბარი დათვს ხარმას მუილით შეაწყვეტინა. ადამიანს, ამ ბარბაროსთა მოდგმას აქ არაფერი ესაქმება და დიდი რქები პატარების მიმართულებით მოიხერა. ხარს მხარი მაიმუნებმა საუბეს. გამუდმებით იცებდნენ ჯიხს მკერდზე და ნერვიულობისაგან ადგილს ვერ პოულობ. სვავები, მსგავსი სურათის ხილვისას, იმ წუთასვე ციდან მიწაზე დაეშნენ. იქნებ ლუკმა ჩვენს შეხვდესო. შეკრება ქაოში უნდა გადაზრდილიყო, როდესაც არწივმა სიტყვა ითხოვა. პატივცემულო საზოგადოება. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად შევიკრიბეთ. ასევე შეგახსენებთ ჯუნგლის წინაპრების მიერ დადგენილ წესებს. როგორც კრების მსვლელობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ მონაწილე წევრების უსაფრთხოება დაცულია. ვინც ამ წესს დაარღვევს, სიკვდილით დაისჯება. არწივის შემდეგ დათვმა სიტყვა მაიმუნთა წარმომადგენელს გადასცა. მაკაკებმა შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს. ადამიანებმა ჩვენი მოწმეები ზოოპარკის გალიებში გამოანწყვდიეს და მათ თავისუფლება წაართვეს. პატარა ბავშვები კი დატყვევებულ ცხოველებს დამცინავად ეპყრობიან და ერთობიან. ესეც არ იკმარეს და მაიმუნებისთვის განკუთვნილ ბანანსაც მიირთმევენ. ამიტომ ჩვენ უარს ვაცხადებთ მათთან ერთად დიაურონის გადარჩენაში მონაწილეობაზე. მაიმუნების შემდეგ სიტყვა სპილო მითხოვა. ადამიანთა მოდგმა ჩვენთვის ბარბაროსია. ისინი ჩვენ ახალშობილ სპლიყვებს გვაშორებენ. შემდეგ მათ რწორთნიან და ეს ბუმბერაზი ცხოველები თავის სამსახურში ყავთ ჩაყენებული. სპილოს შემდეგ დათვი გამოვიდა. მაშინ ჩვენ რა ვთქვათ? ადამიანებმა დათვები ცირკის ტაკიმასხარებად აქციეს. წაგვართვეს თავისუფლება, ღირსება და ჩვენით ერთობია. ესეც არ იკმარეს და თოფით შეიარაღებული ბარბაროსები უმიზეზოდ გხოცავენ და დათვის ტყავით იმოსებიან. შემდეგ მგელიც გამოვიდა. მგლები და ადამიანები ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად თვლით თავს. ისინი დანახვისას დაუფიქრებლად გვესვრიან ტყვიას, რის გამოც ძალიან ბევრი მგლის ლეკვი დაობლდა. ამიტომ ჩვენც უარს ვაცხადებთ ადამიანის მოდგმასთან თანამშრომლობაზე. ჩვენ როგორ გვექცევიან? გალიაში დაგვატყვევენ და ადამიანის ენით საუბარს გვაიძულებენ. დაზაბულობა არწივმა განუხდა. ფრინველთა მეფემ ყურადღება ითხოვა და სიტყვა ბუს გადასცა. ბაუშვ უაგულში ხის მორზე მოკალათდა და კრების მონაწილეებს მიმართა. პატივცემულო სტუმრებო. დღეს ჯუნგლი ადამიანთა დახმარების მიზნით არ შეკრებილა. კრების მიზანი სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნა და მისი ბედი თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ყველანი ხედავთ, როგორ შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და დედამიწაზე უნაყოფობამ დაისადგურა. ამიტომ ჩვენი შვილების მომავლისთვის უნდა შევძლოთ ძალების გაერთიანება და საერთო მტრის დამარცხება. რაც შეეხება დაჩის და ელენეს, ისინი ჯუნგლის მეგობრები არიან და მათ მხოლოდ კეთილი განზრახვა ამოძრავებთ. ამ ორმა ბავშვმა აქ მოსვლით არსებული მძიმე ვითარება შეგვახსენა. ამიტომ მივიღოთ ისინი როგორც მეგობრები და ვიმოქმედოთ მათთან ერთად ჯუნგლის უკეთესი მომავლისთვის. კრებაზე სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ცხოველებში გრძნობებმა გაიღვიძეს მათ თავისი პატარები გულზე მიიკრეს და ალერსიანად ლოგავდნენ. ცხოველთა სამყაროს კარგად ესმოდა, რომ რაზეც ბაუ საუბრობდა, მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა მისი გადაჭრის გზებს ვერ ხედავდნენ. დუმილი ხარმა დაარღვია. ბუმართალს ბრძანეთ, შეხედეთ ჩემს ბეწვს, როგორი გაუხეშებული და მეჩხერია. ვერც რქების სიძლიერეს მგრძნობ. ჩვენ რა შეგვიძლია?
ეს თქვა და თავი ნაღვლიანად დახარა. ხარის პასუხად ბაუმ თაგუნია ტატის უხმოდა სიტყვა მას გადასცა. ბატონებო, მე ჯადოსნური თაგუნია ვარ. ხილვა მქონდა ამ ორ პატარა არსებასთან ერთად როგორ დაიხსნის ჯუნგლის სიცოცხლის ყვავილს უძლეველი დევის ტყვეობიდან. წინ სახიფათო და რთული გზა გველის. და თავისთან ბავშვებს უხმა. დაჩი მაისური აიწია და კრების მონაწილეებს ზურგზე დატანილი გამოსახულებები უჩვენა. ჯადოსნურმა თაგვმა საუბარი გააგრძელა. ეს ნიშნები გამოქვაბულის კედელზე მაშინ გამოისახა, როდესაც პატარებმა მას თავი შეაფარეს. იგივე ნიშნები ხილვაშიც ვნახე. ცხადია, სანამ ყვავილთან მივალთ, რამდენიმე რთული ბარიერის დაძლევა მოგვიწევს. დაჩის ზურგზე ამოტვიფრული კომპასის მიხედვით უნდა ვიმოძრაოთ. მაგრამ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს სარკე. ჭიანჭველების ბუდე, ქართული ანბანის 200, ანი და ჰოე. ან კიდევ ციფრები 1-დან 10-მდე. ასევე მთავარი პირობაა, რომ სიცოცხლის ყვავილამდე გზა მსხვერპლის გარეშე უნდა გავიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიაურონი დაიღუპება და დედამიწაზე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. საუბრის მოსმენის შემდეგ მაიმუნმა შეშფოთებით წარმოთქვა. დევი, იმ სისხლის მსმელი დევის მოკლა არ შეიძლება? რაზეც თაგუნიამ მიუგო. არა, ერთი წვეთის სისხლი არ უნდა დაიღვაროს. ის ჩვენ უნდა დავატყვეოთ და სამაგალითოდ დავსაჯოთ. კრების მონაწილეებს ამის გაკეთება შეუძლებლად მიაჩნდათ. ყველა დუმდა. ცხოველები ერთმანეთს გაკვირვებით შეცქეროდნენ. სიჩუმე არწივმა დაარღვია. ბატონებო, ჩემი წინაპრების მონათხრობს გავიხსენებ. რამდენიმე საუკუნის წინ დედამიწა მსგავსი განსაცდელის წინაშე დამდგარა. მაშინ ველურ სამყაროს მოუხერხებია გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვნა. ამისთვის სამარაჯა მოხსოვნა და დიდება ჩვენს წინაპრებს. შეხედეთ, თქვენი შვილები იმედის თვალით შეგცხერიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამჯერადაც შევძლებთ გაერთიანებას და სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნას. ახლა კი კენჭი ვუყაროთ ჯუნგლის გადაწყვეტილებას. საკვირველი ის იყო, რომ კრებაში მონაწილე ყველა ცხოველი თუ ფრინველი უყოყმანოდ დათანხმდა სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნაში მონაწილეობას. ტატიმ დაჩის ზურგზე გამოსახულ კომპას შეხედა. ის არის თავისი დასავლეთის მიმართულებით გადაიხარა. ბაუ ელენეს მხარზე მოკალათდა და აღტაცებით წარმოთქვა. მე შენი მეგზური ვიქნები. ბავშვებთან დათუნია ნაკიც მიბაჭბაჭდა. მეც თქვენთან მინდა, რაზეც დედამ პატარა ბელს სახლში დარჩენა სთხოვა. აცრემლებულმა ნაკიმ ტირილით ბუნაგისაკენ მოგურცხლა. ჯუნგლი მაღალი კლდის მიმართულებით დაიძრა, სადაც სასტიკდევს სიცოცხლის ყვავილი ყავდა დატყვევებული. ბოროტმა ნადირმა თითქოს იგრძნო მოახლოვებული საშიშროება და კიდევ უფრო გავეშებით ღრიალებდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ველურ სამყაროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ერთად შეკრებილი ათეულობით ცხოველი ტყის სიღრმისაკენ მიაბიჯებდა და უძლეველი არმიის შთაბეჭდილებას ქმნიდა. მათ თავზე არწივები დასტრიალებდნენ და გზას უკვალავდნენ. უეცრად ტყეში ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ ისინი წრეზე მოძრაობდნენ და ერთი და იგივე ადგილი რამდენჯერმე გაიარეს. ელენემ ბაუს მიმართა. ეს მონაკვეთი უკვე გავიარეთ. ნუ თუ გზა აგვერია. ცხოველები პატარებს გარს შემოეყვნენ და გზის გასაგრძელებლად გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ. ტატიმ დაჩის ზურგზე გამოსახულ ნიშნებს შეხედა და გაოცებით თქვა. ჩვენ სარკისებრ ლაბირინთში აღმოჩნდით. რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეთ, საბოლოოდ მაინც ამ ადგილას აღმოჩნდებით. ცხოველთა ნაწილი შეშინდა. მაიმუნებმა უარი თქვეს გზის გაგრძელებაზე. მათ მხარი ჟირაფებმა და სპილოებმა წაუღეს. დაჩიმ ცხოველებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა. სარკისებრი ლაბირინთი არის პირველი დაბრკოლება, რომელსაც ჩვენ წარმატებით დავძლევთ. მთავარია შევინარჩუნოთ ერთსულოვნება და დასახული მიზნისკენ ვიაროთ. თაგუნია ტატიმ ცხოველებს სიჩუმისაკენ მოუწოდა. დაჩის სხეულზე აცოცხლდა, ბაშვის თავზე ლოტოსის ფორმაში ჩაჯდა. უცნაურად აზოზულდა და მედიტაცია დაიწყო. ცხოველები ინტერესით შესყეროდნენ ცისფერი თაგუნიას მოქმედებას.
ტყეში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ტატი მედიტირებდა. რამდენიმე წუთში თაგუნიამ თვალი გაახილა. ზურგჩანთიდან ჯადოსნური ჯოხი ამოიღო. ცას მზერა მიაბურა. ყველასათვის გაუგებარი სიტყვა მაჰუ, მაჰუ, მაჰუ. სამჯერ წარმოთქვა, ჯოხი წინ გაიშვირა და ცხოველთა თვალწინ უზარმაზარი სარკის კედელი მთლიანად დაიმსხვრა. ამ სანახაობამ კიდევ უფრო გააოცა ჯუნგლი. მათ ახლა უკვე საკუთარი თვალით იხილეს ჯადოსნური თაგვის მაგიური ძალა. ტატის ამ სასწაულმა ცხოველები კიდევ უფრო დააიმედა. გზა საოცრად დამღლელი აღმოჩნდა. მათ ერთად გადაიარეს რამდენიმე კლდოვანი მთაბორცვი. გადალახეს აზვირთებული მდინარეები. დაღლილი ცხოველები უკვე ტყის სიღრმეში მიაბიჯებდნენ, როდესაც ელენემ გზაზე ჭიანჭველები შენიშნა. მათ მთლიანად მოეცათ ტყის ის მონაკვეთი და შემოვლითი გზაც არსად ჩანდა. შეჩერდით. ჭიანჭველები გზის გაგრძელების უფლებას არ გვაძლევენ. ხმამაღლა შეეძახა ელენე. ამის გაგონებაზე ხარმა გადაიხარხა. რა? ჭიანჭველები გზას გვიბრკოლებენ? ამ უმწეო არსებებმა შეგაშინათ? ჩვენ გაგვიშვით წინ და მათ გადავთელავთ. თქვენ უკან მოვყევით. საუბარში სპილო ჩაება. არა, უმჯობესია წინ ჩვენ წავიდეთ. ხორთუმებით მიმოვფანტავთ და გზასაც გაგითავისუფლებთ. ელენემ ცხოველებს შეხედა და უთხრა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლის ყვავილი უმსხვერპლოდ უნდა დავიხსნათ. შემდეგ დაჩი ელენე, ტატი და ბაუ იქვე ხის მორზე დასხდნენ და ჭიანჭველების ბარიერის დაძლევის გზებზე იმიშელეს. თათბირში მონაწილეებს ბუმ ასეთი გეგმა შესთავაზა. სამყაროში ჭიანჭველები თავისი შრომის მოყვარეობით გამოირჩევიან. ისინი მთელ დროს საკვების მოპოვებასა და მის შეგროვებაში ატარებენ. რაც მთავარია, ჭიანჭველები ჯგუფურად მუშაობენ და მთელ სამ პროცესში ჩვენთვის უცნობი მეთოდებით ერთმანეთს უკავშირდებიან. ამიტომ გთავაზობთ გზის ნაპირას საკვები დავუყაროთ. ისინი გადაჯგუფდებიან და გზაც გათავისუფლდება. ბავშვებმა მოიწონეს ფუსკეგმა. მათ თაგუნია ტატიც დაეთანხმა. დაჩიმ და ელენემ ზურგჩანთიდან ტყეში შეგროვებული თხილი, ნიკოსი და კენკრა ამოიღეს და ტყის ბილიკის კიდეებში მიმოფანტეს. უეზრა ჭიანჭველების გუნდი ორ ნაწილად გაიყო. მათ საკვებისაკენ მიაშურეს და გზაც გათავისუფლდა. დაჩის ზურგზე ჭიანჭველების გამოსახულება თავისი წაიშალა და კომპასის ისარი ისევ დასავლეთის მიმართულებას აჩვენებდა. უღრანი ტყის გავლის შემდეგ მათ წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა. კლდოვანი ბორცვის ქვემოთ ულამაზესი, განსაკუთრებული ფორმის და შეფერილობის მწვანე ტბა გამოჩნდა და მასში მაღალი მთიდან მდინარის სამი ნაკადი ჩაედინებოდა. რა ლამაზია! თქვა ელენემ, ხოლო მის მხარზე მოკავათებულმა ბუმ გაოცება ვერ დამალა და აღნიშნა. როგორი უცნაური ფორმა აქვს ამ ტბას. ამასობაში მათ დაჩი და თაგუნია ტატი შეუერთდნენ. ეს ბუნების უმშვენიერესი ქმნილება დაჩის ზურგზეც იყო ამოდვიფრული. შეხედეთ, ამ მწვანე ტბას ქართული ანბანის, ანის, ხოლო სამი შენაკადიდან ერთ-ერთს ხოეს ფორმა აქვს, თქვა დაჩი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? იკითხა ბაუ. ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე და იგი მრავალ ათას წელს ითვლის. ანი და ხოე ანბანის პირველი და ბოლო ასოებია. განსაკუთრებულია ქართული წერის კულტურაც. ეს ორი ასო ქვემოდან ზემოთ მოხაზულობით იწერება. მიუგო დაჩი. მეგობრებო, ჩვენ ახლა იმ კლდესთან ვიმყოფებით, სადაც ბოროტ დევს სიცოცხლის ყვავილი ხავს დატყვევებული. ანბანის ბოლო ასო ხოე ჩვენი თავგადასავლის დასასრულს უნდა ნიშნავდეს. შემდეგ ყველანი ტბის პირას ჩავიდნენ და იქვე მინდორზე კარავი გაშალეს. მათ ჯუნგლით შეუერთდა. მაღალ კლდეზე კი დევი გავეშებით ღრიალებდა და ფეხებს ისე ძლიერად სცემდა, რომ მიწა ზანზარებდა და კლდის ნამსხვრევები ტბაში სვიოდა. ყველა სიმშვიდეს ინარჩუნებდა. თაგუნია ტატი ყველასგან გამარტოვდა და მედიტირებდა. მოგვიანებით ელენეს დაჩის და ბაუს შეუერთდა და განაცხადა. მეგობრებო, ხილვა მქონდა.
სავსე მთვარეზე მდინარის სამი შენაკადიდან ერთ-ერთის წყალი, რომელსაც ჰოეს ფორმა აქვს, სვლას აღმა დაიწყებს და მხოლოდ ამ შენაკადის მეშვეობით შეუძლიათ იმ კლდეზე ასვლას, სადაც დევს სიცოცხლის ყვავილი ჰყავს დატყვევებული. ეს შესაძლებელია? იკითხა ელენე. დედამიწაზე არსებობს მდინარეები, რომელსაც წელიწადში ერთხელ საწინააღმდეგო მიმართულებით დინება შეუძლიათ. მაგალითად, ასეთია მდინარე იორდანი. შენაკადი, რომელსაც ჰოეს ფორმა აქვს, ამ მდინარეების კატეგორიას მიეკუთვნება. უნდა მოვემზადოთ. წყალი საპირისპირო მიმართულებით სვლას ხვალ დაიწყებს. ბავშვებმა ტივების აგება გადაწყვიტეს. სამუშაო პროცესში ცხოველებიც მონაწილეობდნენ. ისინი ტყიდან უზარმაზარ მორებს ეზიდებოდნენ. ხოლო დაჩი და ელენე მაიმუნებთან ერთად ლიანებით ტივებად კრავდნენ. ეს დამღლელი სამუშაო ბავშვებმა შებინდებამდე დაასრულეს. ამასობაში ზეცაში მთვარე გაბატონდა და ტბის პირას შეკრებილ იმედის სხივებს უზიარებდა. გამთენიისას ბავშვები წყლის უჩვეულო ხმამ გააღვიძა. ელენე და დაჩი თვალებს არ უჯერებდნენ. ტბის შენაკადიდან ერთ-ერთი მდინარის წყალმა, რომელსაც ჰოეს ფორმა ჰქონდა, საპირისპირო დინება დაიწყო. ტატიმ კი თვითკმაყოფილებით აღნიშნა. მე ეს ხილვაში ვნახე. დროა ტივების დინებას ამოყვეთ და სიცოცხლის ყვავილის დასახსნელად გავეშუროთ. ცხოველებმა ხის მორებისაგან შეკრული უზარმაზარი ტივები მდინარეში შეაცურეს და დინების მიმართულებით წავიდნენ. საოცარი სანახაობა იყო. ყველა სულიერის ტივზე ერთად ყოფნა ნოეს კიდობას ჰგავდა. ისინი სიცოცხლის ყვავილის გადასარჩენად ერთად მიისწრაფოდნენ. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მდინარემ ტივები მიუწვდომელ კლდეებამდე აიყვანა.